3, 2, 1 Action! გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ჩვენ გვექნება პოდკასტი, სულ ყველაფერი მოვაწყეთ ოთახით ყველაფერი. არა, პოდკასტი ამას არ ქვია. აბა? რა რაღაც სხვა არის, პოდკასტი არ არის. ტესტი რა. არა, ტესტიც არ არის, ეს არის რაც არის. უბრალოდ ამ ყველაფერს რაღაც ელემენტები დაემატება. მაგალითად მეორე მიკროფონი გაბრიელისთვის და არა ესეთი. და ნუ დაზღვევისთვის მაინც პეტრიჭგებით გვიყენია. ხო, მოგლეთ. შეპირებული რაც იყო ეს არის და რაზე ვფიქრობთ, იცით? სახელზე. რა დავარქვათ? მე მაქვს ვარიანტები. აბა, თქვი. პირველი ნუ ფიქრობ ხმამაღლა პირველი რო ეს იყოს. მეორე დებილობა პოდკასტი. ოი, კაი, დებილობა პოდკასტი კაია. რა სიტყვით ამაზე? მე ვთქვი დებილობა პოდკასტი. მე ვფიქრობ დებილობა პოდკასტი ჯობია. სასაცილოა თან. და მესამე შეიძლება ცოტა ისეთი გიჟი მამაშვილი, იმიტომ მართლა ანუ ესეც გიჟად მთulis და მეც გიჟად ვთვლი ამას. ანუ ერთმანეთს გიჟებად ვთვლით რა, ანუ დალაგებულება. არა, კაია ეგეც, კაია. ხომ არ დებილობა პოდკასტი იქნება მაგარი ძალიან. დებილობა პოდკასტი. მე მაგას ვფიქრობ. გავცხო დებილობა პოდკასტი, რა სიტყვით? კი, მოვწოს დებილობა პოდკასტი. თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო კომენტარებში? კაი, დაგვიწერეთ და მეორე გადაცემას რო ჩავწერთ. გადაცემა უნდა ერქვა ამას, ეგეც არ ვიცი თუ რა უნდა ერქვას ვაფშე. კაუჩი რაღაც აბდაობა ჩვენებური. ხოლოდ მეორე რო იქნება, მეორეზე უკვე მოვიფიქრებთ, გადავწყვეტ თქვენთან ერთად. მოკლედ სამი ვარიანტია და მოვიწდა რომლები იყო მარტო დებილობა პოდკასტი, გიჟი მამაშვილი და ნუ ფიქრო ხმამაღლა. ხო, ეს სამია. უფრო დებილობა პოდკასტის თქვენ. გადავიხაროთ. დებილობა პოდკასტი. დებილობა ჯობია, ხო? აი დებილობა ვიდეოები ჯებილობა პოჯგაჯი. ხო. მოკლედ ასე როგორც იქნა თავი და ბოლო მოვაბით, რაღაც პატარა ელემენტები კიდე დაგვემატება და ნერნელა შევბერავთ და გვექნება ის, რაც ჩვენ გვინდა. დღეს მაგალითად საერთოდ გონზე არა ვართ. რაზე უნდა ვისაუბროთ? იცი რა თემა უნდა გავშალოთ დღეს? ანუ დებილობა პოდკასტი თუ ერქვა მართლა უნდა დაუჯდეთ და უბრალოდ სისულელეები რაღაცეები. ხო რა, მოვიფიქრეთ. იცი რა ვიფიქრე? რა აბა? მე შენ მოგცემ ასლარს. ანუ შენს ქულქარზე არა დაიცადე. უბრალოდ შენ ტელეფონს მოგცემ. ხო. გაგიხსნ ტემუს აპლიკაციას. ხო. და ასლარში უნდა იყიდო რაც შეიძლება ბევრი რამე. ანუ როგორც ისე კი რასთან დაკავშირებულია, ბა, შენი რა. მე გავაკეთებ unboxing-ს და შევადნახავთ შენ გემოვნებას. ანუ ნახე, ასლარს გაძლევ. ხო. შენ ასლარში, მანო ჩვენ აქ ვიქნებით ეთერში. რაღაც სისულელეებს შეიძენ. ოღონდ ბევრ რამეს. ისე არა რომ მარტო ერთი 100-ლარიანი ნივთი იყიდო ან 40-ლარიანი ნივთი. ხო. ბევრ რაღაცას. ბევრ რამეს შეიძენ და რო ჩამოვა მე ერთად გავხსნით ყველაფერს. ხო. კაი იდეა ის. გავაკეთოთ ეგეთი რამეები? და ნუ მანამ სანამ ეს ყველაფერი იქნება, მანამ სანამ სწორი ფორმაა. ხო, მე ნაგითხრათ მეგობრებო, რომ ესეც ტემოა, ეს ყველაფერი ტემოა, მოკლედ რაც გვაქვს რა. ნუ რაღაც ფინანსები კი დაჭირდა, მაგრამ აი გაბრიელმა თავის ყულაბა გახსნა და დააფინანსა. რამდენი ამოვიგე შენ ყულაბიდან? არ მახსოვს, სადღაც 300 ლარი. 300 ლარი გამოვიდა, 300 ლარს გამოვიდა გაბრიელი და უნდა დაგიბრუნო? არა, თუ ვინ არ დამიბრუნო, რავი. მაინც ყოველდღე 300 ლარს ხარჯავ და რაზე დაბრუნებ. ყოველდღე 300 ლარს ხარჯავ? მაგდენი ფული გვაქვს? მე არ ვიცი. კაი, ხუმრობ, რა თქმა უნდა, ხუმრობ. ხო, კაი, ანუ ესე იგი, ხო, გაბრიელმა რაღაც თავის წვლილი შემოიტანა და ესეთი ერთობლივი დაფინანსებით შევიძინეთ რაღაცეები. კიდე აქ გზაში რაღაცეები, მაგალითად, თარო, მიკროფონი, გააჩერეს ხელი. გძნობიარე მიკროფონია, ყველა ხმას იწერს. აი რა მუღამი გაქვს, აი ამას რო აკეთებ, რა ძიხარ. მაგრამ თუ ყურე კამერას, თუ გაგაგდებ სტუდიიდან. ხო, ასენეთებს არ ვიყოთ. იმიტომ რომ ისედაც კომპლექსდება გაბრიელი. რა მინდოდა ახლა ჩვენი დღევანდელი პირველი რაც მინდოდა? თემურის ნივთები. თემურას ნივთებია, კი, ღარიბ ხალხი ვარ და ღარიბი სტუდია გვაქვს, ახლა რას ვიზავთ რა. რა მოხდა? თავარია გემოვნებით იყოს ყველაფერი, განათება თავის ადგილზე იყოს, კადრი კომპოზიციურად აწყობილი იყოს და მოკლედ ამაზე არ გვინდა ახლა წუწუნი. ერთი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ოთახში რთულად შემოდის ინტერნეტი. ინტერნეტ კავშირის პრობლემა გვექნება, მანამ არ დავაყენებ გამაძლიერებელს რაიმეს და
გჭირდება აქ მაგიდა. ხო. მოკლედ გაბრიელს ერთი ესეთი რაღაცა აქვს. როგორი არის შენი? ჩემი არის ბურთი. ბურთია, დედი. დიახ. ეს როგორ მოგწონთ? ის მაგარია, მე მომწონს ძალიან. მეკარეს. ხო, გაბრიელის მეკარეობის ის არის ამბავი. ანუ ეს გაბრიელია, როგორც მომავალში. იქ გადაღებულია და წამოღებულია, მე რეკ ტელეპორტაცია რამე ამბები. ხო, ნუ ინტერნეტის პრობლემა გვაქვს აქ და გამოძლიერებელი უნდა დავაყენოთ და ხო, მაგიდა გვინდა აქ. მაგიდა შევიძინეთ ტემუზე. 105 ლარი გადავიხადეთ. და რაღაც ეს გამო ვერ ვაგზავნითო დავიბრუნეს ფული უკან, მაგიდა არ ჩამოდეს. ამგვარად თაროები ჩამოძა, მაგარი რომელიც აქ დაეკიდება. აქ ტელევიზორიც იქნება და გაბრიელის მეკარეობას და FC-სანის და Steve-ის თამაშებს გავშიფროთ ხოლმე დეტალურად სტოპ კადრებით. ნუ სხვა თამაშები. იცი რა გვინდა კიდე? ტელევიზორი გვინდა და რაღაცებს ჩავრთავთ. ეხლა რა ზულაპარაკობდი? ხო, მაგაზე მე. მეც იგივე თქვი რა. შენ ესე აპირებ, ამოვარდნებს და ერურებს? არა. აბა ეხლა მაგაზე არ ვლაპარაკობდი, რამე ახალი დაამატე? Roberto მომეც გამძლეობა. კაი. ხო, კაი, მოდი გადავიდეთ ახლა და გავანდელ დღესაც შეიძლება რომ გავაკეთოთ ციყვე. ესე რო არ გამოგვივიდეს რომ ზივართ და რაღაცებზე უაზროდ ვლაპარაკოთ. ნუ დებილობა თუ არის, დებილობა უნდა იყოს რა. არ ვშავს თუ გაგეკუება ისეთი პონტი ამას ესეთი ჭრიალებია. თუ გაგეკუოს, ეგრევე გადაფარავს. დააბრალე ამას პრობლემა არ არის. ხო, ის თქვა მინდა 2 წელი არ დაეტია, ანუ გაბრიელის დიდია უფრო და ამაში წესით ახლა მე მომდამში დაარიყავ ეს გეიმერების არის რა, გეიმინგურია და იმის გამო რომ ვერ დავუტიეთ გაბრიელის ზის ახლა ამ სამეფოზე და მე ვზივარ ამის ფეხთა დასადგამზე რა დროა ხედავ? მამა ზის ფეხთ დასადგამზე და შენ ზიხარ მამის სავარძელში და რაღაცინებს. მოდი ახლა მე მანამ მაზე მეცინება კულის. მანამ კუილზე. მანამ მე შენთვის კითხობს ავარჩევ, გავიჩე. იმას კენდი შენ. ესაუბრე რამე. მე შენთვის მანამდე კითხობს ავარჩევ. აბა რა წეგისაუბროთ? შენ გეგმებზე სამომავლო. კარგი. ესე იგი მეგობრებო 16 წლისას მინდა რომ მიცნობდეს მთლიანი საქართველო, ეგენი არის ჩემი ოცნებები. 16 წლისას მინდა რომ მიცნობდეს მთელი საქართველო და 18 წლისას მინდა რომ მიცნობდეს მთლიანი დედამიწა. ეგაა ჩემი ოცნება. შენ გეგმა, შენი მიზანი. მე მეყვები შენ გეგმას? შენ გეგმას მეყვები? კი, ვცდილობ. როგორ იყო 14 წლისა ასაკეთებ? საქართველო უნდა მიცნობდეს მთლიან საქართველო. Yes, you are absolutely right. Так, ესე იგი ჩვენ ვართ question number 8-9-ზე გაჩერებულები და ნახოთ ახლა რაც გეკითხებიან. აბა. დავცხეთ, დაჩი კოტაშვილი 30. გეკითხება ნახე რას. გაბო, ერთი კითხვა მაქვს, ფეხბურთზე დადიხარ? და თუ დადიხარ, ბევრს მიაღწევ და თუ არ დადიხარ, ცოტას მაპატიო. ნუ ეს კითხვა არ არის. აბიდუბია. კაი, გავაგრძელებ. What is this, bro? დამაბნეული იყო. კარგი, ამოვაგდეთ the next question. ანანო 2003. ხო, ანანო 2003. დაგისვა ეს კითხვა. მე რავი, მივხვდები? რას მივხვდები? კითხვას წაიკითხე, მიდი აბა. დაგისვა ანუ? ხო, დამის. შეყვარებული კიდე ყავსო? არა. ძალიან დრამატულად და მაგრად იჩხუბეს, ხო? რაზე იჩხუბეთ? იმის გამო, ხო? იმ აწაკის როგორ ჩაერია თქვენ ურთიერთობაში. მოკლდება რაღაც დეტალები, მე გვაინტერესებს. ესე იგი, ერთი ბიჭი მოვიდა და იპრანჭებოდა ჩემ გოგოს, ესე იგი და მაგრა გაუბრაზი და ჩემ გოგო მითხრა, არ მინდა ესე ჯობიაო. ის აირჩია ბიჭო? ხო, და მე დავშვი. პირველად ისმენ ამ ისტორიას. არა, მართლა სერიოზულად. ხო, გონცო. ის ტიპი იმას ეგეთი რამე გითხრა. მე რატო არ მითხარი? ეხლა მესმესტო. მაგრამ მაწყენია. ეგ როგორ არ მითხარი მართლაც? გავაძრობდი, ნუ გვანცას კი არ გავაძრობდი, კაცო სახს. არა, იმ ბიჭს. არა, სიტუაციას თვითონ აქცენტს სიტუაციას ხო. სიტუაციას ხوانარ დაგილაგებდიტო. მაგრამ მეწყინა, გული დამწყა. გული დაგწყდა რა, აუ, ჩაუწიხლი ხარ ესე. ანუ ახლა დღეს დავღვით ახლა ამ ეტაპზე თავისუფალია. მე ნუ მიყურებ საერთოდ წესად ახლა ნახე შენ რას უნდა მიეჩვიო, ძირითადად შენ
ობიექტი, ანუ ყურადღების არის აი ეს კამერა. იქა გაქვს საქმე. მე ნუ მიყურებ, რა მამჩერები ხარ მე? მე რა პოდკასტებს რო უყურებ, ერთმანეთს უყურებენ, მაგრამ ნუ ძირითადად ესე. კაი, გავაგრძელეთ the next question. აბა შემდეგი. აგული, რა მოგერს ინტერესს სახელი. აგული, ნუ რაღაც. გაბრიელ შენ ერთ-ერთ იმაში თქვენ ნუ PSG-ში ვითამაშებდი. PSG-ს გარდა სხვაგან სად იმეკარებებდიო? აი კითხვა. მეც მაინტერესებს. აი კითხვა. აბა სად? ალბათ ბარსელონაში. ბარსელონაში? დიახ. ან ნაპოლიში. მოკლედ სადაც ყვარაა, ყველგან გინდა რომ გაიარო? კი. ისე როგორ ფიქრობთ, რომელიმე ჩვენ ფეხბურთელს უახლოეს მომავალში თუ აქვს იმის პერსპექტივა, რომ ბარსელონაში აღმოჩნდეს? ვინმე ყავს ახლა სატრანსფერო მდერეფანში რა ხდება ნეტა? ვინმე გადადის, გადმოდის, გააქვს რამე ინფორმაცია? არავინ არაფერი ინფორმაცია არ აქვს. არაფერი ინფორმაცია არ აქვს. ოკეი, გასაგებია შეძლებთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კვარცხელია იმდეს მიაღწევს, რომ ბარსელონაშიც გადავა და ყველა გუნდშიც გადავა. მოდი ახლა როგორც მე კარი მამარდაზე მინდა კითხვა დაგისვა რა. აბა. ლივერპულში მამარდა შენი აზრით თავისი უნარების რამდენ პროცენტის რეალიზებას ახდენს ამ ეტაპზე? აი თავისი მაქსიმუმის სკილების. 75%-ს. ანუ ბოლომდე გახსნილი არ არის ასე? არა. ძალიან მაგარი რაღაცები შეუძლია, უბრალოდ ვერ აკეთებს რა. რა უშლის ხელს, რატო გონია რომ ვერ აკეთებს? ბოლოს რომელ თამაშს უყურე მამარდას? ბოლოს? იმას უყურე, ავტოგოლი რო გაუვიდა. ავტოგოლი გაუვიდა მამარდას? მე ისა თავისიანმა რო უკან დაუბრუნა, პასი ვერ მიიღო მამარდამ და რო გაიგო. ეგ დიდი ხნის წინ იყო, ესე იგი შენ საერთოდ აღარ უყურებ ესე გამოდის. ნუ პრინციპში ეს თავისთავაზეა გადართული ესე რომ კაი, იცი რა მაინტერესებს? ბრავო. შენი პირველი შეხება თუ გახსოვს, აბა როდის იყო? როდის გადაწყვიტე? ბურთი შენთვის იყო ერთგვარი ბალიბული ხო ასე? ანუ რა წრეში ბურთსაც არ თამაშობდი, ბურთს არ გაინტერესებდა. გახსოვს, რა გულმურად დავიწყეთ და გამოცდილები რო ვიყავთ, რა სულელები ვაკეთეთ, არც ხელთათმანები, არც შიპოკები, მე ვითომ ვავარჯიშებდი რაღაც სულელებს ვაკეთებინები. აუ. თებერვალში არ ვიცი. არა, ზაფხული იყო 2 წლის წინ. აქ შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია დემურ შუბითიძე, ანუ მამაჩემი. ხო, ეს არ დაგვეუწესო დემურა ბაბუა, ჩავთოთ ხოლმე. აპრილში? არა, ზაფხულის პირი იყო შენ რო პირველად თხოვე რომ ისინი მეყიდეო, შიპოკებიო. კაი, როდის აღო მითხარი არც. ნუ ხო გეუბნები 2 წლის წინ მეთქი. ანუ ივნისი, ივლისი იყო და მე ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ხო. და მე დანარჩენი შენ გაიხსენე ხმე ნუ უმაყოლებ. რომელ თვეს მაგას მეუნე? არა, ბიჭო, არა, როგორ მოხდა მეთქი შენ აი პირდაპირ ფეხბურთი რო აღმოაჩინე შენ რო საინტერესო სპორტის სახეობა იყო. ნახე, რატომ მომეწონა? ფეხბურთი როგორც სპორტის სახეობა შენთვის საინტერესო რო გახდა, იმასთან ერთად მოვიდა მეკარეობის სურვილიც. ანუ ფეხბურთი მივხვდი რომ მაგარი სპორტის სახეობაა და ეგრევე მეკარეობასაც ჩაუჯექი და რატომ მოვიდა მაინც და მაინც მეკარეობის სურვილი შენთან? 2024 ევროპას რო უყურებდი, მამარდაშიც რო უყურებდი, რა მაგარ სეივებს აკეთებდი, იქით-აქით ხტუნაობდა და დაფრინავდა, მომინდა მეც ესე ხტუნაობა და ამიტომ გადაწყვეტა რომ მეკარე ყოფილიყავი. ანუ მამარდა იყო შენი ინსპირაცია, მაგის თქმა მინდა. ასკუმბარებს გაიფუშტებს უკლებლადობის კანონი, როგორ ფიქრობ? რა? რაფერი. იმიტომ თქვი, ანუ ცოტა გიჟურიც. ხო, ნუ ჩემს ტესტები გვაქვს ხოლმე, ზოგჯერ გავალთ ხოლმე ხასტრალსაში. Yes. კი, ზოგჯერ წავაპირებთ ხოლმე. კაი, question number 4 or 5? დამოუწევ. 3. 3? Okay. მესამეა. კაი, რომას ვინახავდი. ხო, აი. გაბრიელ, რომარა მეკარეობა რა პოზიციაზე ითამაშებდი და ამ პოზიციაზე რომელ ფეხბურთელს ანიჭებ უპროტესობას? იგი გამორჩა. ანუ რომალაო მეკარეობაო რა პოზიციაზე ითამაშებდიო? ალბათ შემტევი. და ემბაპე. შემტევობა, პრინციპში შემტევობა გამოსდეს, კაი დარტყმა აქ ციკლს მინდა გითხრათ. სწრაფი ვარ თან, ცოტა სწრაფი ვარ. კარგად უტყავს. მაგრამ მოჭხლათული ფეხის სინდრომი გაქვს ხოლმე ხშირად. მე? აი რა ვარ ხოლმე მარცხენაზე მაქვს ეგ. მარჯვენაზეც აი როგორ ვარ ხოლმე ფეხი რო დაუჭი მოგაქ აი ტყაპ ესეთი ხმარდა როცა დაჭიმულია ფეხი. აი
ტელეფონს გააგვიწყდა. ავსიზავთ ახლა ტელეფონი. ხო, ნუ ტელეფონი მუშაობს, არ გეგონდოთ რომ ისე მიჭირავს ნუ შენ არ ნახულობ მომი გარეთ რა მაგრა ვთამაშობ ხოლმე? მე სიმართლე რომ გითხრა, ძირითადად გადამოცემით უფრო ვიგებ ხოლმე რაღაცებს. ძირითადად ახლა მე შენ თამაშობ, რასაც უყურებ, სულ კარში დგახარდა. კარიდანაც გაგდებ ხოლმე ზოგჯერ როცა ერორები გაქვს ხოლმე. კონსოლა ბურთებს რო უშვებ ხოლმე. კაი, ესე იგი მე ვითამაშებდი შემტევი იქნებოდი, ვითამაშებდი შემტევი, არა, შემტევი იქნებოდი და ამ ადგილს მივანიჭებდი ემბაპეს. კაი კითხვა მოდის, კაი კითხვა. აბა. ვიდეოების ჩაწერა. ქალაქში უფრო ქსიამოვნებს თუ შენ სოფელში მარანაშიო? რა კაი კითხვა. ალბათ ჯენ პაურიტი ხარ კითხვის დასმაშენებაში რაღაც პრესა უწევ. საფი ოკეი, გააგრძელე. უბაქცო ყურადღებას. კარგი, ალბათ სოფელ მარანაში ჩემში. სოფელ მარანაში ჩემში ძალიან მოწონს ჩემი სოფელი. სხვანაირი გარემოა იქ. ხო, რა ხალხი როგორია? ხალხიც ძალიან კეთილები არიან, ზრდილობიანები არიან და ამიტომ მომწონს მარანა. ესე იგი და თან კიდე ძალიან სუფთა ჰაერია. სხვადასხვა წელს რო წავალ ზაფხულში ძალიან მაგარი გეგმა გვაქვს და ამ გეგმას რა თქმა უნდა განახებთ თქვენც. ჩვენი გეგმის ნაწილი გახდებით. სერიოზული რაღაც უნდა დავსპოილეროთ, რას ვაპირებთ. მოგლეთ, ჩვენი გეგმა იქნება ასეთი, უკავშირდება ნიჩბებს, მიწას და ცელოფანს. კი. დანარჩენს არაფერს არ გეტყვით და ამაში იქნება ჩართული ნინიც, ელეც, მოხსნით ყველანი რა. ყველანი იქნება ჩართული და დიდი პროექტი იქნება. იმედი მაქვს ვინმე გამოგვიჩნდება იქვე ადგილობრივი მაღაზია, იქვე გორში არის რაღაც სამშენებლო კომპანია, სამშენებლო რო არის, პრინციპში ხან ნიჩაბი და მიწა ისე შენებლობა. მაინც მივახვედე რაღაცნაირად. და ჩაერთობიან და რაღაც ინვენტარს მოგვაწოდიან, ხო? დიახ. ციყვი. შენ ახლა ჩემსავით ემზადებოდი ამისთვის? აი დღევანდელი დღისთვის რამდენი ხანია დაუწყეთ მზადება? არა, სიმართლე რომ გითხრა, არა, ისე ძალიან არ უმზადებოდი შენ როგორც ემზადებოდი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასვლითი, ჩვენი ვიდეოები ხო ძირითადად გარეთ არის ქუჩაში. ქუჩაზეა რა. ხო. ხო და იმედი მაქვს, რომ მაშინ როცა ქუჩაში არ მოგვიხერხდება გასვლა. ხო. აი ესეთი ფორმატის ვიდეოები ჩვენ YouTube არხს ამუშავებს, თორე ძალიან მიჩანჩალებთ რა. ხო, ცოტა გვიჭირს. ცოტა კი არა, კარგად გაგვიჭირდა და ძალიან მოგლით გეგმაო, რომ მონეტიზაციიდან შემოსული თანხები თავიდან ბოლომდე აი ამ ჩვენ პროექტებს დაუთმოთ რა. რამდენი პროექტი რამდენი კონტენტი წამოვიწყეთ. ყველა მემუშავა TikTok-ზე განსაკუთრებით, ეხლა Facebook-ზეც და YouTube ძალიან პრეტენზიულები ხარ. თან რა არის, იცი ქართული YouTube-ში რაღაც ასე ვხედავ მე თითქოს აბაშენ რა სიტყვა რომ რაღაცა კლანია და სპეციალური რიტუალი ჭირდება რომ იმ კლანში მიგიღონ. სიმართლე რომ გითხრა მე მგონი არც მინდა იცი, მაგრამ რაღაცა კლანში გაწევრიანება, მართლა გეუბნები. მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ჯობია შენთვის იყო ცალკე იყო რა. ხო, მარტო ქენი რა. ხო, მარტო მაგეთე. კი. ოკეი, წავედით ახლა დასასრულისკენ პირველი დღეა და დიდხანს არ გავაგრძელებთ. მოიცა ახლა მე მაინც ჩავიხედები. რამდენი წუთია გასული ჩვენი ვინ ამახელებს ბიჭო? მე. დამხმარე არა ყავს. დაჯექ შენი ჯეკი. ვნახავ რამდენი წუთია ჯერ და გამოდის რომ 19 წუთია გასული. 19 წუთი ბევრია. ამ გვიყურებენ ან არა, მაგრამ ხა ესე და ზარმაცი და წელმოწყვეტილი აუდიტორია ყავს და კაი დავამთავროთ დღეს და სამი ვარიანტიდან რომელი? დებილობა პოდკასტი, გიჟი მამაშვილი, კარგად რითმება ესე გიჟი მამაშვილი ჯეა. მე მუსიკასაც დავუწევ. ეგ მაგარია. გიჟი მამაშვილი. გიჟი მამაშვილი. მაგრამ გიჟი ვარ, მაგრამ იგი პოდკასტი დასწორებს და ნუ ფიქრობ ხომ აღლა. სამივე ძალიან კაი სახელია, მაგრამ მე მგონია უფრო კაი არის რომ დებილობა პოდკასტი. დებილობა პოდკასტი. ოკეი, აბა ვიხრებით დებილობა პოდკასტის თქვენ ყველა. Cut. Bye. Goodbye.